Самое вкусное армянское долма. ამასობაში ჩამოვედით მეგობრებო სომხეთში, ერევანში ვართ ახლა და ჩაუჯექით ძალიან საინტერესო ვიდეო გამოგვივა და ნახოთ ერთი აბა ამათ სამზარეულო როგორია, გავსინჯოთ სხვადასხვა კერძები და ყველაფერს გაგიზიარებთ. აბა წავედით. შემოვედით თუმანიან ხინკალში. ნახოთ აბა ერთი გავსინჯოთ აქ როგორი იქნება. შევუკეთეთ ახლა მეგობრებო, ტოლმა ძალიან მაინტერესებს, უნდა გავსინჯო უეჭველი, დაახლოებით 10-15 წუთში მოგიტანთო და ველოდებით ახლა. ასეთი გახუხული პური მოგვიტანეს მანამდე. შვენიერი. ბასთურმა მეგობრებო. ოჰოჰოჰო. შვენიურად გამოიყურება და გემრიელად რაც თავარია. დღესასწაულს აღნიშნავენ და ეს საჩუქრად ღვინო მოგვართვეს. ძალიან საყვარელი კაცია, ვინც გვემსახურება და გაუმარჯოთ სომხებს, სომეხ ხალხს. რავი, მაგრად იყვნენ რა. და ულოცავ ყველა სომეხს ამ დღესასწაულს. რა დღესასწაულია? ტერენდეს. გილოცავთ ყველა სომეხს ამ დღესასწაულს. არ ვარ ახლა ღვინის შემფასებელი და პროფესიონალი, მაგრამ ძალიან მესიამოვნა რა. ოდნავ ტკბილია, მე რასაც ვამ ხოლმე იმასთან შედარებით, მაგრამ გემრიელია ძალიან. შვენიერი. Самое вкусное армянское долма. Оу. Кушайте на здоровье. Спасибо. Поздравляю вас. Спасибо, спасибо. Вам тоже поздравляю. Ага, вот так вот. ოჰოჰოჰოჰო. თავარი ახლა გავსინჯოთ აბა. ერთი ჩვენი სომხური ტოლმა როგორია. ძალიან მიყვარს ტოლმა ვაზის ფოთოლში ზოგადად. და აქ უნდა მეჭამა უეჭველი. ასე. მაწონი, რაც თავარია. იქ შვენიერი. ამას პლუს სომხური ლავაში. აბა ვნახოთ ერთი. ძალიან გემრიელი. მართლა აი გულწრფელად ვამბობ. აჰა. ჩემ ფავორიტია ეს ტოლმა. ზოგადად. ძალიან მიყვარს. Так как вы из Грузии, я бы очень хотел узнать ваше мнение о нашем хинкале. Вот я вам принес. ო, спасибо большое. ძალიან საყვარელი ხალხია მართლა. რავი, მომსახურება აქვს სუპერ და რო გაიგეს რომ ქართველები ვართ, ძალიან ესიამოვნათ და რავი, ზედმყვებიან რა და რავი, დასაფასებელია და ზოგადად ძალიან მიყვარს სომეხი ხალხი. აი აქ რამ მეორე თუ არ ჩამოსული და ყოველთვის აი სითბოს გრძნობ რა. ქართველების მიმართ რა ძალიან კაია. აბა ბასთურმაც გავსინჯოთ ერთი როგორია. რაღაც რაჭული ლორის ისმო აქვს რა. ვიზუალი. აი როგორი გამოაქვს იცი ამას? გამუღამება უნდა. დასანაკრებლად ამას არ შეჭამ, აი გასართობი საჭმელია რა და ძალიან გემრიელია, მაგრამ უცხოა რა. გემრიელი რო არის მაგაზე არ ვდაო. აბა ერთი ხინკალიც გავსინჯოთ მეგობრებო. რომელიც საჩუქრად მოგვიტანეს. მადლობა და ვნახოთ. წვენი გაუვიდა, რაც ძალიან არ მომწონს უკვე. ცომი არის ძალიან თხელი. და დაიხა. არა და ხინკალს შევჭამ ხოლმე რომ ერთი წვეთი არ გაზდის, ოღონდ მართლა. ცუდი არ არის. უკეთესი მიჭამე ზოგადად მე ესეთი ცომი არ მომწონს, უფრო სახრული ცომი მომწონს რა. ხინკალში, მაგრამ გემრიელია. გავსი მიჭამია თბილისში და ალბათ უარესიც მიჭამია თბილისში რა. აგერ ჩაიც შეგვიძლია რომ დავლიოთ. ძალიან კაია. ქართული მუსიკები ჩაგვირთეს და მოკლედ გადაყვრენ ზედ, რასაც ქვია, ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა აქაურობას. გავიდეთ ახლა, დავათვალიეროთ ქალაქი და მერე კიდევ ერთხელ დავაგემოვნებთ აქაურ კერძებს. კიდევ ერთხელ კი არა, რამდენჯერ. შუა დღეა უკვე და ცოტა მომშივდა. ძალიან არა, მაგრამ
ამას წავიხემსებდი რა, ამიტომ ეხა შევიდეთ სადმე და იქნებ საერთოდ სომხური ქადა ვჭამოთ. ძალიან მინდა ყავასთან ერთად ან ჩაისთან, ამიტომ იმედია გემრიელი იქნება. გატა ქვია ამ ადგილს. გავსინჯოთ აბა ერთი ჩვენი სომხური ქადა. აი, მოვედი გატაში. შევიდეთ ახლა. შვენიერი. Hello. Wow. აი ესე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი რესტორანია თუ სასადილოა? უფრო რესტორანი. აბა დავსხდეთ. Спасибо. მოკლედ შევუკვეთეთ მეგობრებო გატა ქებაბი, სომხური ლავაში, სომხური ქადა, აკაური ლიმონათი. მოკლედ გემრიელად უნდა ვჭამოთ. წახემსება კი არა, გემრიელად ჭამა გამოგვივა, მაგრამ გონია რომ ძალიან კაი რაღაცეები შევუკვეთეთ და ყველაფერს გაგიზიარებთ თქვენც რა. იმედია მალე მოიტანენ და ნახოთ აბა როგორი იქნება ახლა უკვე ჩვენი ქაბაბი. აი მოვიდა ჩვენი კერძი мегобребо. აბა ნახოთ. Это коронное блюдо, наверное, гата. Называется гата кебаб. ძალიან გემრიელად გამოიყურება, აი ძალიან. Спасибо большое. აბა დავაგემოვნოთ ახლა მეგობრებო ჩვენი გატა ქაბაბი. ესე იგი ეს არის საქონლის და ქათმის ხორცისგან გამზადებული ქაბაბი. შიგნით არის ყველი. და აბა ვნახოთ. ძალიან გემრიელად გამოიყურება. ძალიან გემრიელია. ეს ყველიც რა მაგრად უხდება. საოცრება, აი ძალიან გემრიელია. ერთ-ერთი საუკეთესო კერძია, რაც გამისინჯავს, ოღონდ მართლაც. თუ მოხდებით ერევანში, გატა ქაბაბი გასინჯეთ აუცილებლად რა. და ვისაც გიჭამიათ, დამიკომენტარეთ, რამდენად მოგეწონათ. იმიტომ რომ საოცრებაა მართლა და ყველი როგორი წელები. ვაღარაფერს ვამბობ. ამ კერჩი გადავიხადეთ 100 ლარამდე რა და 4 ადამიანი თავისუფლად შეჭამს. მეორე ნაჭერით შევჭამოთ. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი და ალაიქეთ ვიდეო და აკომენტარეთ რამდენად შეჭამდით ამ გემრიელობებს ან თუ გიჭამიათ მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ. ძალიან მაგარია. უნდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ ამათი მომსახურება და ზოგადად დამოკიდებულება მომხმარებლებისადმი რა. ძალიან პოზიტიურად არიან სულ მუდმივად, გეხმარებიან მაქსიმალურად და თავს კარგად გაგზნობინებენ რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საერთოდ შეხვიდეთ. ამიტომ მადლობა სომხეთს და სომხებს. მოგვიტანეს მეგობრებო დესერტი, ჩვენი სომხური ქადა. ნახეთ რა გემრიელად გამოიყურება და ეხა ესეც დავაგემოვნოთ, იმიტომ რომ ამის გარეშე სომხეთიდან ნაღდად ვერ წავიდოდი რა. აბა ვნახოთ ერთი. საოცრება, აი უგემრიელესია, თან თბილი როა ხო საერთოდ რა. აუ რა კარგია. აი ხანია ასეთი თბილი სომხური ქადა არ მიჭამია. თუ მოხდებით ერევანში უეჭველი შემოისერინეთ
ფასები ნორმალურია, ძალიან ძვირი არ არის და რაც თავარია გემრიელი კერძებია რა. ბოლო ლუკმას და ეგ არის გავედით ცოტა ვიაროთ, თორე დავმზიმდი. გამოვედით, აგერ კასკადზე მოვედით, მეგობრებო. ერევნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და საინტერესო ადგილია. ავიდეთ ზემოთ, გადმოვხედოთ ერევანს, თან კალორიები დავწვათ, რაც ვჭამეთ, შევირგოთ ჯარმთელად და მერე უკვე საღამოსკენ შევალთ ისევ სადმე და რაღაცას დავაგემოვნებთ რა, აქაურს კიდე, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც დარჩა გასასინჯი, ამიტომ ავიდეთ და გაჩვენებთ იქიდანაც ერევანს რა, საინტერესო იქნება. სანამ მე ავალ ზემოთ, თქვენ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ, რამდენად იმოგზაურებდით სომხეთში, ან თუ გიმოგზაურიათ, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით და გავზარდოთ ეს არხი. მეტი გამომწერი, მეტი კომენტარი, მეტი ლაიქი, მეტი ვიდეო და მეტი წარმატება, ასე რომ თქვენი იმედი მაქვს. აი ესეთი ხედები იშლება, მეგობრებო, კასკადიდან ამოვედით. ცოტა ხანი ხა აქ დავისვენებთ და მერე უკვე ჩავალთ დაბლა, იმიტომ რომ დიდი ხანი აქ ვერ გავჩერდებით რა. თუ ამოხვალთ კასკადზე, უეჭველად საღამოს ამოდით, იმიტომ რომ ლამაზი მზის ჩასვლა ახოლმე და ხედიც მშვენიერია რა. დასხდებით, დაისვენებთ, ამოისუნთქებთ, იმიტომ რომ ბევრი კიბია ამოსავლელი და მერე უკვე დაეშვებით დაბლა. მეც იგივენაირად მოვიქეცი, ახლა ჩავალთ ისევ დაბლა, დავბრუნდებით ქალაქში და საღამოსკენ სადმე ვივახშმებთ გემრიელად, დავაგემოვნებთ აქაურ ტრადიციულ რამე კერძს. შემოვედით მეგობრებო ერთ-ერთ კაფეში, კაფე-რესტორანში, რომ დავაგემოვნოთ ადგილობრივი კერძი, კიდევ ერთი. ნახოთ, იმედია გემრიელ კერძს მოიტანენ და რა თქმა უნდა გაგიზიარებთ თქვენს ყველაფერს. აი მოვიდა მეგობრებო, ამ კერძს ქვია იშლი კუფთა. შეხედეთ ხორცი, კარტოფილი, პომიდორთან ერთად და აქ არის წიწაკა. აბა დავაგემოვნოთ, ახლა გავსინჯოთ, ძალიან გემრიელად გამოიყურება, აი ძალიან. აბა გავსინჯოთ ჩვენი იშლი კუფთა. შეხედეთ. ძალიან გემრიელად გამოიყურება, აი ძალიან. კარტოფილიც დავიდოთ. სომხური ლავაში. აბა დავიწყოთ, ნახოთ. გემრიელია მეგობრებო. რავი, რაც აქ ხორცი ვჭამე ზოგადად, ჯერ მე უგემური რამე არ მიჭამია რა. ძალიან გემრიელად ამზადებენ, აი ძალიან. აუცილებლად. ურბილესი ხორცია და უგემრიელესი ხორცია, აი ძალიან მაგარია. ამას ქვია პირში დნება, ოღონდ მართლა. ძალიან კაია, ძალიან. დღეს ძალიან გემრიელი დღე გამოვიდა რა. ყველაფერი რაც ვჭამე იყო აი უგემრიელესი და თუ ჩამოხვათ აი ამ ჩვენ უსაყვარლეს ერევანში დააგემოვნეთ ეს რესტორნები, რომლებშიც მე ვიყავი და დარწმუნდებით რომ არ ვიტყუები რა. Take me back to the old dirt road where Mama and Papa used to go. Let's sing all them songs from a long time ago and pine for the მარტო ჭამის ვიდეო რო არ გამოგვივიდეს მეგობრებო, მოვედი მე-7 საუკუნეში აშენებულ ერთ-ერთ ტაძართან. ხედავთ, ძალიან ლამაზი ტაძარია და მინდა რომ დავათვალიერო ესეც და თქვენც გაგიზიარებთ. გაავალ შევალ შიგნით და ვნახოთ შიგნით როგორ გამოიყურება. ეს არის მე-7 საუკუნის შუა ნახევარში აშენებული ტაძარი. აჰა. ესე გამოიყურება.
ჩვენი ტაძარი შიგნიდან. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი. დაალაიქეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ, რომელი ქვეყნის სამზარეულო გესიამოვნებოდათ შემდეგ ვიდეოებში და წავალ გადავიღებ და თქვენს გაგიზიარებთ ყველაფერს. გადმოვინაცვლეთ სევანზე მეგობრებო, აგერ არის ჩვენი სევანი, შემოვედით ერთ-ერთ რესტორანში, რომ რამე აქაური დავაგემოვნოთ და მე უკვე გაუდგებით თბილისისკენ გზას. ამიტომ ეხლა შევუკვეთავთ რაც გვინდა. დიდად ეხლა ძალიან არ მშია, სიმართლე რო გითხრათ, რამე მსუბუქად მინდა შევჭამო და გაგიზიარებთ ამ ყველაფერსაც რა. შევუკვეთე აჯაფსანდალი, სომხური. ძალიან მიყვარს აჯაფსანდალი და ვნახოთ ერთი სომხური აჯაფსანდალი როგორი იქნება. ძალიან კაია. აჯაფსანდალი და. Приятного аппетита. Спасибо. მოიტანეს ჩემი აჯაფსანდალი, აგერ. სომხური აჯაფსანდალიო და ვნახოთ აბა ერთი სომხური როგორია. წვნიანი კი მინდოდა ბოსტნეულის. აი, ასე გამოიყურება ჩვენი აჯაფსანდალი. გიჟდები ისე მიყვარს და ერთი სომხური როგორია ვნახოთ თუ არის საერთოდ სხვაობა რამე. ავიღოთ სომხური ლავაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. და ჩავაწოთ ჩვენი პური. ცოტა წყალწყალა. პომიდრის გემო არ იგრძნობა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს აჯაფსანდალში, ის არ იგრძნობა. არ მომწონს. პირველი კერძია, რაც აქ დაგავსინჯე, სომხეთში და არ მომეწონა. მართლა. დედა ჩემი ისეთ აჯაფსანდალს აკეთებს, რომ ღერის მართლა და ეს ნახდათ არ მომწონს. თეთრი რაც სიამოვნებს არის წვნიანი რა. რაც აქ ვარ სულ ხორცე უშჭამ, ძირითადად წვნიანი არ მიჭამია და ეგ ძალიან სიამოვნებს, მაგრამ როგორც გემო ლავაში ყოველთვის მოაქვს მადლიანად ხოლმე, რა, იმდენს დაგიდებენ, რომ შეიძლება ვერ შეჭამო ბოლომდე და ეგ კაია. მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და აკომენტარეთ, რამდენად მოგწონთ მსგავსი ვიდეოები. ვაპირებ, რომ გავაგრძელო სხვადასხვა ქვეყნებში, როცა წავალ გადავიღო იქაური სამზარეულო და გაგიზიაროთ და თქვენი უკავშირიც გაიქნება რა, რამდენად გინდათ მსგავსი ვიდეოები, რამდენად უყურებდით. და ნუ კომენტარები და ლაიქებით ძალიან დამეხმარება, რომ არხი გაიზარდოს. და მეც წინ წავიდე, ასე რომ თქვენი იმედი მაქვს ამ ამბავში. არ დაგეზარდეთ. აჯაფსანდალს რაც შეეხება. მაინც გემრიელად რო ვჭამ. წვნიანი ისე მინდა, მაინც გემრიელად ვჭამ. შეიძლება სეზონის ბრალიც ახლა პომიდორი რო არ არის ესეთი აქტიური გამოყენებაში რა. მაგიტომ არის ესე და მგონი ტომატზეა გაკეთებული საერთოდ. და აჯაფსანდალს ყველაზე მეტად პომიდორი ხდის აჯაფსანდალს. აჯაფსანდალა. ხედები იდეალურია, სევანი, დათოვლილი ნაპირები. მოკლედ, აჯაფსანდალი არ მომეწონა, კი დავასრულე, მაგრამ წვნიანი მინდოდა და მაგიტო დავასრულე. ისეთიც არ იყო, რომ ვერ გეჭამა და რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში არ ვარ კმაყოფილი რა. ეხლა შეკვეთილი გვაქვს კიდევ ჩაი და ფახლავა აქაური. ეგეც დავაგემოვნოთ, ფახლავა არ მიჭამია აქ და ნახოთ რა იმედია. ეგ მაინც იქნება გემრიელი. აი, ასე გამოიყურება ჩვენი ფახლავა. და გავსინჯოთ აბა. ჩაიც მოვიდა. ნახოთ ერთი ფახლავა როგორია. არა. ჩაი გავსინჯოთ. ბებია ჩემი აკეთებდა ისეთ ფახლავას, რომ დღემდე მახსოვს იმის გემო, სუნი და ის რომ მივიდოდი ხოლმე ხო მთელ სახში იდგა იმ ფახლავის უნდა ისეთი გემრიელი იყო, რომ ალბათ ეგ საზომი მაქვს რა ეხლა, მაგრამ თან რაღაცნაირია რა, აი ძალიან შაქრიანია, ზედმეტად შაქრიანი. და გემოც არა აქვს ისეთი, როგორც მე მიყვარს. გუშინ ისეთი სომხური გადავჭამე. იმის მერე ეს ფახლავა არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება და საწყელი, მაგრამ აუყო. ეგ არის მეგობრებო, გამოვედი ახლა ჩვენი რესტორნიდან. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ.
არ იყო ისეთი კერძები, როგორიც მე მიყვარს, არ იყო გემრიელი, ძალიან ცუდია, მაგრამ არა უშავს, ეგეც მოგზაურობის ნაწილია და გონია რომ ჩვეულებრივი ამბავია რა, ყველაფერი არ მოგეწონება, პირიქით მაგაში არის მუღამი რომ ხან კარგი შეჭამო, ხან ნაკლებად გემრიელი და მე უკვე შეადარებ და რაღაც გამოცდილება მოკლედ რო ვთქვა რა. ნელ-ნელა დასრულდა ჩვენი მოგზაურობა სომხეთში. იმედი მაქვს რომ ისი ამოვნეთ აუცილებლად გავაგრძელებ მსგავსი ტიპის ვიდეოების გადაღებას. თუ რა თქმა უნდა გამოხმაურება იქნება, თქვენი კომენტარებიც თუ იქნება, იმიტომ რომ თქვენ რასაც იტყვით, ის უნდა გავაკეთოთ. თქვენ რაც მოგწონთ, რის იყურებაც გიხარიათ და გაინტერესებთ, ის ვიდეოები უნდა გადავიღო, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩემი მაყურებლები, ასე რომ დამიკომენტარეთ, რამდენად გინდათ მსგავსი კონტენტის გაგრძელება. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და აუცილებლად შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით და ბედნიერად.